მოგესალმებით სტუდია ალგორითმიდან, მე თეობსიშვილი ვარ და ეს სტუდია მთლიანად ეთმობა ქვეყანას შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ახალგაზრდებს. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ფილოსოფოსი საბა გულისკერია. გამარჯობა საბა, მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და მადლობა მოწვევისთვის. გავრცელდა ინფორმაცია კი არა და გახარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ რომ ხარ დაჯარიმებული გზის გადაკეტვისთვის. რუსთაველზე. რომელ თარიღს გედავებიან ეთანხმები თუ არა აღნიშნულ დავას, რომელიც შესაძლოა წინააღმდეგ წამოიწყო და საერთოდ რამდენად გონია სამართლებრივად მისაღები აქციის მონაწილეების დაჯარიმება ზოგადად. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ჩემი ჯარიმა არის გაფორმებული 7 მარტის თარიღზე. თითქოს რუსთაველზე 7 მარტს გადავკეტე სავალი ნაწილი. რა თქმა უნდა, ამას არ ვეთანხმები, იმიტომ რომ როცა მივედი მე საპროტესტო აქციაზე უკვე გადაკეტილი იყო გზა და რეალურად რომ თქვათ გზას ხალხი არ კეტავს, ხალხი გზას კეტავს სამართალდამცავები, იმიტომ რომ რუსთაველის ასე ვთქვათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის წინ და ბოლოში დგას საპატრულო მანქანები, რომელთაც აქვთ ჩაკეტილი სავალი ნაწილი. აქედან გამომდინარე ხალხი არ კეტავს გზის ნაწილს და რომც ასე ყოფილიყო, მე არ ყოფილვარ გადაკეტვის მომენტში, როცა ხალხი გადადის უშუალოდ სავალ ნაწილზე, უკვე გადასული იყო ხალხის სავალ ნაწილი, როცა მე გავედი სავალ ნაწილს. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები, რაც შეეხება ჯარიმების საკითხს, ეს არის მეთოდი, რომ რამენაირად შეფერხდეს ამ აქციების მიმდინარეობა და ხალხს გაუჩნდეს იმის განცდა, რომ მე დამაჯარიმებენ 5000 ლარი არ არის პატარა თანხა საქართველოში შრომელი ადამიანისთვის, რომელსაც შრომელისთვისაც და არა შრომელისთვისაც, იმიტომ რომ არც შრომელ ადამიანს არ აქვს იმდენი შემოსავალი, რომ 5000 ლარიანი ჯარიმა გადაიხადოს და მით უმეტეს საქართველოში ამდენი უმუშევარი ადამიანი არის, ამდენ ადამიანს არ აქვს ელემენტარული საარსებო მინიმუმი და ეგეთი ადამიანები მრავლად დგანან საპროტესტო აქციებზე, რომ 5000 ლარი გადავიხადოთ. და რა თქმა უნდა ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ მე შემდეგ აღარ მომინდეს ამ 5000 ლარიანი ჯარიმის შიშით აქციაზე გასვლა. De facto ხელისუფლების ხელმძღვანელი, ვინც რეპრეზენტაციას ახდენს მათსას, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს ერთგვარ რიტუალად გადაგვექცა და პირიქით მოხარულები არიან ჩვენი ამ შეკრებით, რომ აი ამ კაბალური ჯარიმებით ბიუჯეტს ვუვსებთ. აი, ოდეს მე რაიმე ეტაპზე დაგინახავს თუ არა, რომ თუნდაც de facto ხელისუფლება მზად იყო მოესმინა აქციის მონაწილეებისთვის, რაიმე კომუნიკაციაში შემოსულიყო მათთან, ან აი განწყობა თვითონ მათი, რასაც საკუთარ მოსყიდულ დაშინებულ თუ არ ვიცი როგორ ამომრჩეველს აჩვენებენ, რომ თითქოს რაღაცა რიტუალი არის და მეტი არაფერი, აი რა შეგიძლია რომ პასუხო. რეალურად ამ წლების განმავლობაში ქართული ოცნების მთავარი რესურსი იხარჯება პროპაგანდაში, რომ თავისივე ბაბლი მოაქციოს ამ პროპაგანდის მსხვერპლად და თავისივე ბაბლს დააჯეროს არაერთი მათი პროპაგანდის ნაწილი ნარატივები და ესეც ერთ-ერთი მათი ნარატივია, რომ თითქოს რაღაცა ჩვენ იქ რიტუალებს ვახორციელებთ, იქ რიტუალური ნაწილია, რომ ყოველ საღამოს გავდივართ, ეს ყველაფერი და რომ ფულს იხდიან მაგაში და უკვე გას ისინი დაფინანსებულები არიან. ჩვენ deep state-ი გვიხდის ძალიან დიდ ფულს, ასე უმარტავენ. აი ამაზე არაკომიკურად შენი აზრით როგორ შეიძლება ვუპასუხოთ? აი სერიოზულად, აქ მაშინ ძალიან ძნელია მსგავს სისულელეს მოეკიდო როგორც მნიშვნელოვან საკითხს, მაგრამ აი ცოტა კომიკურს რო თავი დავანებოთ, აი რა შეიძლება ვუთხრათ იმ ადამიანებს, ვისაც აჯერებენ ან ცდილობენ რომ დააჯერონ deep state-ი, სადაც საქართველოში ძალიან ბევრი ამ სიტყვების პირდაპირ მნიშვნელობაც კი არის, ეს არა თვირები. აი რატო გახდა ამისი აუცილებლობა საერთოდ საჭირო? პირველ რიგში პროპაგანდის დაძლევა ხდება საკუთარი აქციები და ეს აი დემოკრატია, თავისუფლება, თანასწორობა, ნორმალური ცხოვრება, ცივილიზებული სამყაროს ნაწილობა, ანუ ჩვენ ხო ამ ყველაფერს ვუკავშირებთ კარგ მეგობრებს, კარგ პარტნიორებს, როგორებიც აი პირობითად არ ვიცი შვედეთი, ან გერმანია, საფრანგეთი, ამერიკის, ანუ ცივილიზებული სამყაროს ნაწილად და აქეთ გვეუბნებიან რომ თქვენ ყველა ხართ ყველა ესენი კოლექტიურად ვართ deep state-ის სახეები და წარმომადგენლები. აი ამაზე რა რეალურად
პროპაგანდის დაძლევა ხდება საკუთარი თავიდან. ვერავინ ვერ მოგახვევს პროპაგანდას და ვერც გადაგარწმუნებ იმაში, თუ შენ თავში არ გაქვს გააზრებული, რამდენად აყვებიან პროპაგანდას. რომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ბევრი ვესაუბროთ, ბევრი დავანახოთ პროპაგანდის საწინააღმდეგო სიმართლე, რაც არის, რომ ხო, ჩვენ იმიტომ კი არ ვდგავართ, რომ რაღაცა მართლა ვიღაცები გვავალებენ და მართლა ვიღაცები გვიხდიან ამაში, რომ ყველა საღამოს ჩვენ უსთაველზე ვიგდეთ. არა, ერთადერთი ამის პასუხი არის, რომ უბრალოდ გვინდა კარგი ცხოვრება. კარგი ცხოვრება არის ევროპაში, ხო და გვინდა ევროპული კარგი ცხოვრება, ნუ ეს ელემენტარულია, ხო? და აი ეს კარგი ცხოვრება უნდა დავანახოთ ჩვენ მოსახლეობას, რომელიცაც ჯერა რომ ას რაღაცა დღეს არის საქართველოში კარგი ცხოვრება და არაფერი არ აქვს სადარდებელი, რომ ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსი არ არის ამცდარი და ის რასაც ჩვენ ამ 100 მე-20 დღემდე ვიძახით და კიდე გავაგრძელებთ ამას, ხო ნუ ჩვენ დავანახოთ სწორი რა არის და ეს უპირველესად მოხდება, როცა ჩვენ დაველაპარაკებით ხალხს, აი ყოველდღიურად ეხა გორში რო ვდგავართ, მოდიან ისეთი ადამიანები, რომც ყოველდღე არ დგანან და ველაპარაკებით, ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს რაიონებში, იმიტომ რომ ხო, თბილისის დიდი მანაწილმა იცის რატო დგას თბილისი, რა ხდება თბილისში და ამ შემდეგ, მაგრამ პრობლემაა რაიონებში, იმიტომ რომ რაიონები უფრო მეტად ექცევიან ხოლმე პროპაგანდაში და უფრო მეტად ასე ვთქვათ მიდიან იმ ბაბლში, რომელ ბაბლსაც ჯერა რომ deep state-ი არის ყველაზე ასე ვთქვათ ჩვენი მამოძრავებელი ძალა. ამათ ჩვენ უნდა ველაპარაკოთ, რომ ჩვენ მათთვისაც კარგი გვინდა. ჩვენ მათთვის გვინდა კარგი ცხოვრება, მათი შვილებისთვის, ჩვენი შვილებისთვის და ვფიქრობ, რომ ამ ლაპარაკში, ამ თანადგომაში რაღაცნაირად დაიძლევა ეს პროპაგანდა. თავარია ბევრი ვილაპარაკოთ. მე არც მგონია ამ პროპაგანდას მაგალითად გორის რაიონ ტყვიავში ან ძევერაში ან რომელიმე რაიონში ან თუნდაც გორში კონდეს გასახანი, იმიტომ რომ აი უდიდესი აბსურდი არის ადამიანებს ელაპარაკო deep state-ზე, როდესაც დგანან ყოფითი პრობლემების წინაშე, ხო, ელემენტარული და ამ ყოფითი პრობლემების გამო არის შიდა ქართლიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ადამიანი წასული ემიგრაციაში. ანუ წარმოიდგინე ხა ავიღოთ ერთი ოჯახი, რომელიც აი გახლეჩილი ყავს ამ ხელისუფლებას პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით და გახლეჩილი ყავს როგორ ზოგი გერმანიაში ჩაბარდა ანტოლული სტატუსით, ზოგი ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა, მექსიკაზე გადახუხებით სურავი როგორ წავიდნენ და ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგანან დღესაც კი მიუხედავად იმისა, რომ ეს ემიგრანტები ეხმარებიან. აი ამ ოჯახებს, ვისაც პირდაპირ ეხმარება ის ემიგრანტი ოჯახის წევრი. დღეს რომ მეუბნებიან, რომ ეგენი არიან deep state-ი და ეგენი არიან მავნებლები და არ არის მისაღები. აი ამ ოჯახმა, როგორ ფიქრობ, უნდა ამოიღოს თუ არა ხმა, უნდა გააჟღეროს თუ არა იმ ემიგრანტის ხმა თავის ქვეყანაში, რომელიც ამ ფულს აგზავნის და დღეს აბრალებენ, რომ ეგ deep state-ის ფულია და ბინძური ფულია. თუმცა ეს ფული აკეთებს საქმეს, ეს ფული ამუშავებს ეკონომიკას, ზუსტად ამ ფულის გამო არის, რომ ადამიანებმა რაღაცნაირად მეტი კეთილდღეობა შევიქმნით ამ ქვეყანაში და მეტად დავფიქრდით იმაზე, რომ არ ვიცი, ფინანსური რესურსები განათლებისკენ უნდა წავიღოთ და ასე შემდეგ. ანუ ეს ხო შევცვალეთ ჩვენ რეალურად ერთად ყოფნით. აი უნდა უპასუხონ თუ არა კონკრეტულად აი ამ ემიგრანტების ოჯახებმა ამ პროპაგანდას, ჩვენ კი არა, მათ უნდა უპასუხონ თუ არა. ხო, ეგ არის ძალიან რთული საკითხი, ემიგრანტი ოჯახების თემაზე ძალიან ბევრი მიფიქრია და უბრალოდ ვერ პოულობ პასუხს თუ რატო არ აი მაგალითად შემოდგომით დეკემბერი იყო, მგონი ნოემბრის ბოლო, რომ დაინიშნა ეს მარშები ხო არის, სხვადასხვა მარშები ნიშნება ხოლმე და ემიგრანტი შვილების მარში, ემიგრანტი მშობლების შვილების მარში და ძალიან ცოტა ადამიანი გავიდა. ანუ ძალიან ცოტა შვილი გავიდა იმ ფონზე, რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი ემიგრანტების შვილები. არ ვიცი, ეს რაღაცნაირად ამოუხსნელი რჩება ჩემთვის კი გასაგები ვინც ასე ვთქვათ. ვფიქრობ, რომ ცნობიერში იმათ ჯერათ, რომ ის ფული არ არის სწორი ფული, ასე ვთქვათ, წინწკლებში. გასაგებია ჩემთვის რატო არ შეიძლება გავიდეს სოციალურად დაუცველის ოჯახი, იმიტომ რომ ის პირდაპირ სახელმწიფოზეა ჩამოკიდებული. ის ქვეშარი კი ბატონო. არ მესმის ემიგრანტი ოჯახი, რატომ ან ცდილობს რომ რაღაცნაირად მოექცეს პროპაგანდაში, რომ ხო ის სიჩუმით ექცევა, მას მშობელი შვილი რომ მუშაობს იქ ევროპაში და ამით არჩეს ოჯახს
საქართველოში არ ვიცი ის ცუდი ფულია ხო არ ვიცი ჩემთვის გაუგებარია ნამდვილად გაუგებარია თუ რატო ხდება ასე ალბათ იმის რაღაცა პირადი უსაფრთხოების შიში აქვს რომ ის არ გამოუშვან არ გამოაგდონ აქეთ მე რო აქ პოლიტიკურად ვიაქტიურო და ამავდროულად ანუ მაქვს ეს შიშებიც ლოგიკურად რომ დაალაგონ თავიანთ თავებში საპირისპირო მიმართულებით უნდა გქონდეთ რომ მე თუ ახლა არ დავდგებით ცივილიზაციისა და ადამიანის უფლებების სადარაჯოზე დედაჩემი რო არის ძალიან დემოკრატიულ და ძალიან თავისუფალ სამყაროში შეიძლება მისი ყოფნას საფრთხე შეექმნოს იმიტომ რომ ავტომატურად საფრთხედ თვითონ ის დაკლასიფიცირდეს ხო და მე შიშები რაც მაქვს ახლა ერთადერთი არის ეგ რომ ცივილიზებულ სამყაროს არ უნდა დიქტატორებთან ურთიერთობა არ უნდა ირანთან ურთიერთობა არ უნდა თურქმენეთთან ურთიერთობა და აგერ ირანი 50 წელი არის თუ არ ვცდები მოლოდინშია რომ გახდეს ევროკავშირის წევრი მაგრამ ევროკავშირი ეუბნება უარს იმიტომ რომ არის დიქტატურა და ჩვენ თუ ასე გადაგვაქცევენ თან ძალიან ჩქარი ტემპით დიქტატურად არანდომებად ჩვენთან ურთიერთობები შესაბამისად არ იქნება ჩვენთან SWIFT-ის გადარიცხვები შესაბამისად ჩვენთან შეფერხდება საერთაშორისო გზავნილები შესაბამისად არ ჩვენთან აღარ შემოვლენ ტურისტები აღარ შემოვა ინვესტიციები და როგორ დავარწმუნოთ საბა ახლა მე და შენ თუნდაც ამ ეთერიდან ადამიანები რომ ეს ყველაფერი არის საფრთხის წინაშე რომ ჩვენი ღირსეული მომავალი და ჩვენი მშვიდობა რაც მთავარია არის საფრთხის წინაშე იმიტომ რომ ვიცვლით კურსს და მივდივართ საით სალსახად საშინელი მიმართულებით სადაც კარგი არ გველოდება არაფერი და როგორ შეიძლება კარგი გველოდებოდეს ირანში რომელიც არის ტერორისტული სახელმწიფო რეალურად რა უნდა უთხრათ თუნდაც აი ავირჩიოთ ემიგრანტების შვილები ველაპარაკებით ახლა დაუშვათ მაგათ ემიგრანტების მეუღლეები, რომლებიც დღე-დაღამის ფიქრში უნდა იყვნენ, როგორ დაიბრუნონ ოჯახის წევრები ქვეყანაში, ანუ როგორ იყოს უკეთესი შენი სახელმწიფო, როგორ გახადო უკეთესი შენი სახელმწიფო, რომ მას წასვლა აღარ უნდოდეს, ხო? ეს ალტერნატივა ერთადერთი და უპირობო არის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი. აი საერთოდ გარბიან ეს ადამიანები უკონტროლო და მაგფურს რომ იგზავნიან, ჩვენ აქ ვწვალობთ და ვშრომობთ იმისთვის, რომ გავხდეთ მაგ ოჯახის წევრი და გასაქცევი აღარავინ აღარ ყავდეს, ანუ თავის სურვილით ეხლა სამოგზაუროთ და თუნდაც სამუშაოდ ვინცად უნდა იქ წავიდეს, უბრალოდ აქ მაგის აუცილებლობა აღარ იყოს და რა ვუთხრათ ახლა ისეთი რომ დაიცვან ეს რეალურად მათი ასე ვთქვათ აპოლიტიკურობით და რაღაც პროცესებში განყენებულად ყოფნით ქმნიან იმ რეალობას რომ ჩვენ საქართველოში არ გვაქვს იმის რესურსი რომ ვიცხოვროთ კარგად და ამიტომ იძულებულები ვართ წავიდეთ. როდესაც ისინი ამ თავის ინერტულობას და აპოლიტიკურობას რაღაცა გადააქცევენ აქტიურ პოლიტიკად, აქტიური პოლიტიკა არ ნიშნავს მარტო რაღაც პარტიაში ყოფნას და არჩევნებზე რაღაცა კოორდინატორად ყოფნას, არა. აქტიური პოლიტიკა ნიშნავს რომ გაინტერესებს შენ ქვეყანაში რა ხდება, რომ გაინტერესებს შენი ქვეყანა რა პროცესები მიდის და აი ამის მონაწილე ხარ, შენ უნდა აქციო შენივე ქვეყანა იმათ რად გინდა რომ იყოს ხა რეალურად მაგ ადამიანებმა უნდა იზრუნონ იმაზე რომ თავისი ემიგრანტი ოჯახის წევრები მოვიდნენ აქ იმუშაონ აქ დასაქმდნენ აქ შექმნან ის უკეთესი პირობები რის გამოც ისინი წასულები არიან ის დაბალპროცენტიანი ბანკის სესხები რომელიც არის ევროპაში ის შექმნა საქართველოს ის უკეთესი ხელფასი ის დაბალ პროდუქტებზე დაბალი ფასები როგორიც არის ევროპაში ის იყოს აქ ანუ თავარი ამბავი ისაა რომ ჩვენ გასაქცევი კი არ უნდა გქონდეს აქეთ უნდა ჩამოვდიოდნენ ჩვენზე ბევრად სუსტი ქვეყნები რადგან ჩვენ ქვეყანაში განხორციელების სიკეთეები წაიღონ ჩვენ არ უნდა გავვრბოდით სხვაგან რა ეს არის თავარი სათქმელი რაც მაქვს ემიგრანტების ოჯახებთან რომ ხო ყველა ემიგრანტი უნდა დაბრუნდეს საქართველოში რა თქმა უნდა თავის ნებასურვილით და არავინ არ აძალებს ამას რომ საქართველოში დაბრუნდეს ჩვენ ბრძვით იმისთვის რომ ისინი იყვნენ აქ. რატოც წავიდნენ? ხო, რატოც წავიდნენ? უკეთესი პირობებისთვის. ის უკეთესი პირობები იყო საქართველოში. გეთანხმები საბა და არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ დღეს თუ საქართველოში რაიმე სიკეთე არის ძარცახად დასავლელი პარტნიორების და ინვესტორების და დიდწილად ემიგრანტების დამსახურება სწორედ, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა პერიოდი, როდესაც არც რუსეთს არ ვებარებოდით და არც დასავლეთი არ გვეხმარებოდა, ან ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდა ეს ელელდღუნია სიტყვებით რომ გითხრათ და მაშინ ადამიანებმა 8 ლარიანი პენსიის გაცემაც კი არ შეგვეძლო. ელემენტარულად
მოქალაქეები რომ პენსიით ყოფილიყვნენ უზრუნველყოფილი, იყო შეუძლებელი და დღეს თუ ან პენსიას გავცემთ, იმ სამარცხვინო მოცულობითაც კიდითაც გავცემთ, არის კი აი ამ დასავლელი მეგობრების დახმარება. დევნილების მდგომარეობაზე, დევნილების აპოლიტიკურობაზე, როდესაც არ ერევიან ამ პროცესებში, მინდა რომ მითხრა ორიოდე სიტყვით. აი რა განაპირობებს მათ სიჩუმეს და პროცესებში ჩაურთველობას. პირველ რიგში დევნილების აპოლიტიკურობა არის გამოწვეული სოციალური უთანასწორობისგან. როდესაც 30 წელზე მეტია დევნილი ელოდება ბინის გადმოცემას და არის რიგში, მას თითოეული ხმამაღალი სიტყვა უჯდება რამდენიმე ნაბიჯით უკან გადაწევის საკუთარი ბინის მიღების. რიგიდან უკან ვარდება, კი ბატონო. იმიტომ რომ დევნილი 30 წლის განმავლობაში 30 წელზე მეტია, რაც საქართველოში 100,000-ობით დევნილი არსებობს, ხო? აი, ეს არ არის პატარა რიცხვი, სახელმწიფომ უბრალოდ ვერ გაუმკლავდა საკუთარი მოქალაქეების უზრუნველყოფას, რომ ელემენტარული პირობები შეექმნა. და როცა გაუკლავდა, ვინ დაეხმარა? რა თქმა უნდა, ეს იყო ევროპული დახმარება. კი ბატონო. ვიცით ჩვენ რომ და ეს ავიწყდებათ დევნილებს. ძალიან ცუდი არის რომ ავიწყდებათ, იმიტომ რომ თქვენი ეტაპის დევნილები ვერ დააბინავა სახელმწიფომ, იმიტომ რომ ფიზიკურად მაგის რესურსი არ არსებობდა, სამაგიეროდ ჯვარი გწერია, შემდეგი ომი აღარასდროს აღარ გვენახოს, მაგრამ 2008 წლის ომის მერე ვინმე თუ დავაბინავეთ, არის ზუსტად დასავლური ფონდების და დასავლელი პარტნიორების დამსახურება. და მიუხედავად, აი მე დაბინავებულ დევნილებზე კითხავ, ეგენი რატომ არ იღებენ ხმას? 45 ლარი ფიქრობ საკმარისია იმისთვის რომ ხმა არ ამოიღო? ზოგადად დევნილობა, სოციალური დაუცველობა და სხვა სოციალურად მოწყვლადი ადამიანების არსებობა საქართველოში არის ძალიან მძიმე, იმიტომ რომ საქართველოში არ გვაქვს, ასე ვთქვათ, თავისუფალი ცხოვრების შეგრძნება. რამით უმეტეს ეგეთი ადამიანები ფიქრობენ იმას, რომ ყველა ასე მათი ქმედება მათ ასე ვთქვათ ჯიბეს დაარტყავს, მათ სახურავს დაარტყავს, იმიტომ რომ შეიძლება რომ ერთ დღეს გაიგუძონ და სახურავი აღარ ქონდეთ და უბრალოდ წაართვან საცხოვრებელი, ჩამოართვან სოციალური დახმარება. კი 45 ლარი არაფერი არ არის, მაგრამ ის მაინც აი აფხაზეთიდან დევნილები ძალიან ბევრი დღესაც არის ბინის რიგში. მეც სამარცხვინოა, კი, აი ძალიან სამარცხვინო არის, ზუსტად მაგიტომ უნდა ამოიღოთ ხმა ყველამ, რომ 33 წელი გავიდა წარმოიდგინე და ადამიანები ჯერ კიდევ დაუბინავებლები არის. და საქართველოში არის ძალიან ესეთი ჭიდრო ადამიანთა კავშირები, ხო? აი შეიძლება როგორც ახსენე, რომ ეს დაბინავებულ დევნილებს რა ჭირთ, ხო? შეიძლება მე ვარ დაბინავებული, მაგრამ პირობითად ჩემი ბიძაშვილი არ არის დაბინავებული და ჩემი რაღაცა ოდნავ ზედმეტი სიტყვით შეიძლება იმ ჩემ ბიძაშვილს. ანუ შენ ვფიქრობ, რომ ჯაჭურად მენტალურად ისე ვართ მოწყობილები უკვე, რომ ჩემი ხმის ამოღებით და ხმამაღალი პროტესტით შეიძლება საფრთხე შევუქმნა ვიღაცის სოციალურ დახმარებას, საფრთხე შევუქმნა ვიღაცის დევნილობას ან ბინის მიღებას, ან შეიძლება მე რომ ხმავა ვიღო ჩემი ემიგრანტი დედა. ანუ აი ამ დონეზე ხედავ რომ რეჟიმი გასული არის ყველა შრეში? კი, რა თქმა უნდა, აი ამაზე ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, იმიტომ რომ ყოფილა ეხა შემთხვევები, ალბათ შენს გექნებოდა, რომ რაღაცა რატო დგას აქციაზე ვიღაცასთან მისულან რაღაც ბიძაშვილთან ან მეზობელთან, რომ ეს რატო დადის აქციაზე და ამავდროულად ამავდროულად. ხო, ანუ ეს გადაჯაჭულობა ჩვენ გვაქვს ეხა ქართველები ესეთი ისტორიულად ესეთი ადამიანები ვართ რაღაცა გვიყვარს ეს საერთო ასე ვთქვათ გასაჭირისა და ლხინის გაყოფა და იცის პროპაგანდამ როგორ უნდა იმუშაოს, ხო? ეხლა როგორც ვახსენე, შეიძლება დაბინავებულმა დევნილმა იდარდოს იმაზე, რომ თავის დაუბინავებელი ბიძაშვილი არ დაიჩაგროს სახელმწიფოსგან თავისი რაღაცა აქციაზე დგომით. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა საქართველოში. მე ცალკე ინდივიდს თუ მაქვს უპირველესად დარდებლად რომ შეიძლება ეს ქვეყანა გადავიდეს რელსებიდან და წლებით უკან გადავარდეთ ხო წარსულში, რატომ არ ფიქრობს სხვა თეონა, აი ხო უამრავი თეონა ხო დადის და სხვა უამრავი საბა ხო დადის საქართველოში. აი რატომ შეიძლება ერთი მხოლოდ აი ამ კონკრეტულ საკითხზე იყოს კონცენტრირებული და მეორე ანუ ყავს დღეს საქართველოში ადამიანები, რომლებიც ანუ რა ხდება, რა აქცია, აი ეგ ადამიანები საიდან გამოდიან?
რეალურად ეს სხვადასხვა ინდივიდი, სხვადასხვა ფსიქოტიპია, ხო, ყველა ინდივიდს საკუთარი ფსიქოტიპი აქვს. რეალურად ეს ყველაფერი არის ადამიანის სოფხედელობაზე დაფუძნებული რა. აი როგორც პლატონი ამბობს სახელმწიფოში გამოქვაბულის მითში, რომ არიან ადამიანები, რომლებიც სხედან ამ გამოქვაბულში უკან არის ჩირაღდნები, ამ ჩირაღდნების უკან არიან ეს ფიგურები, რომლებიც მოძრაობენ და ეს ადამიანები ხედავენ ჩრდილებს. არიან ადამიანები, რომლებიც ამ ჩრდილების ყურებით კმაყოფილდებიან და მათთვის ეს ჩრდილების ყურება არის სამყაროს დასაწყისი და დასასრული. მაგრამ ამ გამოქვაბულშივე არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რომ ეს ბორკილები დაიხსნან, ავიდნენ ამ გამოქვაბულიდან და დაინახონ სინათლე. ეს სინათლე არ არის მარტივი ამ სინათლის დანახვა. არ არის თეოსთვის და საბასთვის იმის გაკეთება, რასაც ყოველდღე აქციაზე დგომა ქვია. იმიტომ რომ ამას ძალიან ბევრი დაბრკოლება ახლავს თავს. თან ჩვენი ეს ლაპარაკიც არ არის საფრთხისგან გაცილებული, ხო? როდესაც გამოქვაბულის მითიდან ავა პლატონის პერსონაჟი ეს სინათლე მას წვავს, მაგრამ ეს დაწვის მომენტს რომ გადალახავს, უკვე მიეცემა ამ ტკბობას თუ რა მოაქვს იმ ილუზიურ ცხოვრების დაძლევას. მაგრამ ეს მეორე მომენტი იქაა, რომ ეს ადამიანი, რომელმაც დაძლია ეს ილუზიური ცხოვრება, ვალდებულია ის რომ ჩავიდეს და წამოიყვანოს ის ადამიანები, რომლებიც ილუზიებში ცხოვრობენ და ჩვენ, მეც, შენს და სხვა ჩვენი თანამებრძოლები ამ ჩვენი ყოველდღიური რუტინული პროტესტებით ვფიქრობთ, რომ მაგ როლში ვართ, რომ ჩვენ ვანახებთ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ილუზიაში, რომ ხო ეს არის ილუზია და რეალობა არის სხვა რამ. ხო და შენ კითხვას დაუბრუნდები, ყველა ადამიანს არ შეუძლია საკუთარ თავში მოახდინოს გარდაქმნა. რაღაც საკუთარი თავი შეცვალოს, ან რაღაცნაირად უნდა იგრძნო, რომ მე რაღაცა შეცვალო, ხო? აი მაგალითად როგორც სარტრის გულისრევაშია რა, ის საკუთარ თავზე და საკუთარ ყოფაზე, საკუთარ გარემოზე უნდა აირიო გული, რომ შემდეგ რაღაცა სწორ იმასგან განსხვავებულად იცხოვრო, რასაც ამ გულისრევამდე ცხოვრობთ. რაღაცა საკუთარ თავში უნდა მოხდეს რაღაც გარდაქმნა, რომ რაღაცები შეცვალო და ეს ილუზიიდან გამოხვიდე რა. საბა ძალიან მოკლედ მინდა წაგართვათ, რომ სოფლიო პოლიტიკის შეფასებასთან დაკავშირებით, როგორც ხედავ, ძალიან დიდი გადაჯგუფება შეიძლება ვიხილოთ და აი ამ გადაჯგუფებაში ჩვენ რა როლი შეიძლება მოვძებნოთ, რისთვის ვწვალობთ, რისთვის ვშრომობთ და როგორ უნდა მივაღწიოთ ამას. ანუ მე ვიძახი, აი ხედავთ de facto ხელისუფლება რასაც წვალობს და ამ გადათემაშებაში სადაც უნდა რომ დაგვაყენოს, მაგრამ ჩვენ რატომ ვიბრძვით რომ იქ არ ვიყოთ, დავრჩეთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილად და როგორ მივაღწიოთ ამას? რეალურად დღევანდელი მსოფლიო გეოპოლიტიკურად არის ძალიან საინტერესო პროცესში. ასე ვთქვათ, მე ვფიქრობ, რომ ახლა იბადება ახალი მსოფლიო, რაღაც ძველი დღის წესრიგი მორჩა და ეხლა ჩვენ მომწრენი ვართ ახალი სოფლიოს დაბადებისა, ახალი გადანაწილებისა. ხო, რა თქმა უნდა, უნდა გავიხსენოთ საქართველოს ისტორიული მეხსიერება, ხო? რა იყო საქართველოს ისტორიული მეხსიერება? ყოველთვის ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, გვერდო აღმოსავლეთი ან დასავლეთი. ყოველთვის საქართველოს პოლიტიკა მიდიოდა დასავლეთისკენ. ჩვენ ვალდებულნი ვართ თუ რაღაცა გვაქვს, ну, რა თქმა უნდა, გვაქვს ქართველებს ეს წინაპართა და ისტორიის სიყვარული და არ უნდა იყოს მხოლოდ სადრეგრძელოებით შემოფარგლული, ჩვენი ყველა, ასე ვთქვათ, დიდი პოლიტიკური ქმნადობა ისტორიაში მიდიოდა ევროპისკენ. და ჩვენც აი ამ ახალ გადანაწილებულ ევროპაში აუცილებლად უნდა ვიყოთ ევროპის ძლიერი ევროპის ნაწილი. ბოლოს და ბოლოს, როდეს რომ საქართველოში რო არის დომინანტი რელიგია ქრისტიანობა, ეს არის პირდაპირ ევროპული სტანდარტი. როდესაც, ასე ვთქვათ, მეფე მირიანი გახდა საქართველოს მეფე, მაშინდელი იბერიის მეფე, მას, ასე ვთქვათ, მოუწია ამ არჩევანის გაკეთება უკვე მაგ პერიოდიდან ევროპა თუ აღმოსავლეთი. მან განახორციელა, ასე ვთქვათ, წმინდად პოლიტიკური ქორწინება ნანასთან, ბიზანტიის დედოფალთან,
იმიტომ რომ ის წასულიყო ევროპის გზაზე. კი. და მაგიტომ ვამბობთ რომ საუკუნოვანი განაცხადი არის რომ ვიყოთ როდესაც ქრისტიანობა შემოვიდა საქართველოში, მოდი ყველანაირად, ეხა ესეც შეიძლება ძალიან ცუდნად თქვათ მივიღოთ, მაგრამ მოდი ამ ქრისტიანობის შემოსვლას ყველანაირად მითოსი მოვაცალოთ რა. რა თქმა უნდა, მითოსი რელიგიასთან ერთად ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის ჩამოყალიბებაში, მაგრამ მოდი ეხა ვილაპარაკოთ წმინდა გეოპოლიტიკურად რას ნიშნავდა საქართველოსის ქრისტიანობის მიღება. საქართველოსის ქრისტიანობის მიღება ნიშნავდა ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პირველ ნაბიჯებს ჩვენ ვლაპარაკობთ ხოლოდ რაღაცა მითოსზე. ბოდიშისაბა გაგაწყვეტინებ მაგ ლოგიკით თუ წავედით, ნაგერ დიქტატორული თუ არ ვიცი, უკვე ტერორისტული რუსეთიც ევროპული სამყაროს ნაწილად უნდა მოიაზრებოდეს. რეალურად ჩვენ რუსეთზე ძალიან ღირებულებებით ჩვენ და რუსები აი ერთი დოსტოევსკი გამოერიათ, მგონი მაგათ ცოტა მოაზროვნე, თორე დანარჩენი რეალურად ჩვენ ქრისტიანობა მივიღეთ და ქრისტიანები გავხდით რუსეთზე ძალიან ბევრი საუკუნით ადრე. ჩვენი ევროპული გამოცდილება უფრო მეტად დიდია და ქრისტიანული გამოცდილება ვიდრე რუსეთისა. უბრალოდ მე ხო, როდესაც რუსეთი გახდა რაღაცა მონღოლური ურდოების შემდეგ ჩამოყალიბდა რაღაცა დიდ სახელმწიფო, დიდ ტერიტორიებად და რა თქმა უნდა ეხლა ჩვენ ყოველთვის ამ ბრძოლებში ვიყავით აღმოსავლეთ დასავლეთ და ბევრი ტერიტორია გვაკლებოდა, გვემატებოდა და ამ შემდეგ მოვეკეცით ამ რუსეთის გავლენის ქვეშ, რუსეთის იმპერიის გავლენის ქვეშ და რაზეც ქრისტიანობაზე და ეკლესიაზეც იმოქმედა. არაერთხელ წაგვართვეს საკუთარი ეკლესია და ხო ჩვენი რაღაცა ეკლესია დღეს ნაწილობრივ დგას რუსულ ეკლესიის გავლენებზე. მაგრამ ეს არ ცვლის და იქ ღმერთის ადგილი ფასადურია თავიდან. ეს არ ცვლის ქრისტიანობის იდეას. ანუ ქრისტიანობის იდეა არ ნიშნავს ეკლესიის კანონიკებზე არ არის დაფუძნებული ქრისტიანული იდეა. ანუ პირობითად ჯერ რომელ ლოცვას წაიკითხავ და შემდეგ აღსარებას ჩააბარებ, არაფერს არ ცვლის. ნუ იმას აქვს თავისი წესები, იქ კი არის რუსული გავლენა ეკლესიაზე, მაგრამ ქრისტიანული ფილოსოფია, ქრისტიანული იდეა სახარება საერთოდ არ არის, ასე ვთქვათ, ამ რუსული გავლენების ქვეშ და აუცილებელი არ არის რომ რაღაცა ეკლესიური ადამიანი იყოს და იცოდეს რა არის ქრისტიანობა. ეკლესიურობა და ქრისტიანობა ბევრ რაღაცაში განსხვავდება. ქრისტიანობა არის წმინდად ევროპული რელიგია, წმინდად ევროპული აზროვნება და საქართველოს საუკუნეებით ადრე გააკეთა არჩევანი, როცა მიიღო ქრისტიანობა. აი ხა მაგალითად ევროპული არჩევანი და ამას დაცვა რომ ჭირდება, ჩემი აზრით, ამდენი საუკუნის მერე არის თითოეული მკართველის სირცხვილი, რომელიც დღეს დუმს ან უარესი პრორუსულ საქმეს აკეთებს და მტრის საქმეს აკეთებს. როგორც დევნილმა, როგორც რუსებისგან პირდაპირ დაზარალებული ადამიანმა, რომელსაც შენი საკუთარი ჭერი იქ არ გაქვს, სადაც უნდა გქონდეს, რა შეგიძლია უპასუხო ბიძინა ივანიშვილს აქედან დაანონსებულ ბოდიშზე. გაქვს თუ არა ბოდიში მოსახდელი ვინმესთვის? და როგორ ფიქრობ, რატომ გაბედა საერთოდ ამისი გაშღერება, რაში დაჭირდა დაბომბილი გორიდან ამისი გაშღერება? რეალურად ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ გორში, რომ გორთა უმეტესობამ ეს რაღაც ძალიან ცუდად მიიღო. არ მიიღო დადებითად, შეიძლება ბევრს არაფერ არ უთქვავს. ხამარა, ნუ გორში დაბომბილ ქალაქში, ნაომარ ქალაქში, როდესაც გვეუბნები, რომ რუსულ ოკუპანტებს ჩვენ უნდა მოუხადოთ ბოდიში, ეს ფიქრობ, რომ ეს პროპაგანდის ნაწილი იყო, ეს რაღაცა რუსებისთვის იყო, რომ გულის მოლბობის საკითხი, რომ რაღაცა თქვენიანი ვარ, ასე ვთქვათ. წითელი დროშის წინასწარ. ხო, მაგრამ აშკარად მოდი ვთქვათ, რომ ეს პროპაგანდის ნაწილი ჩავარდა, არ იმუშავა ამან, იმიტომ რომ ხო ხა ჯერ შეიძლება ადამიანები მით უმეტეს გორის რაიონში და გორში მცხოვრები ადამიანები არ ლაპარაკობენ ხოლმე ესეთ რაღაცებზე ხმამაღლა. აქვთ რა ისტორიული მეხსიერება, ბოლოს და ბოლოს თავის საკუთარი სახლები ენატრებათ და იციან, ახსოვთ ეს არ არის ისტორიისთვის. რამე ეტაპზე შეიძლება რომ ბოდიში მოიხადონ?
აი აჩაპეთიდან დევნილმა შენ შეგიძლია რომ რაიმე ეტაპზე ბოდიში მოიხადო. ვის უნდა მოუხადო ბოდიში ხო? ადამიანმა რომელმაც ქვეყანა რომელმაც სახელი წამართვა, რომელმაც ძალიან ბევრი ჩემი ნათესავი მოკლა, არ ვიცი, მე ასე ვფიქრობ რომ ბოდიში არ მაქვს მოსახდელი რუსებთან და მგონია რომ მithume დევნილთა დიდი ნაწილი ასე ფიქრობს. იმიტომ რომ მე უშუალოდ ომი არ მახსოვს, აფხაზეთის ომი, მაგრამ მახსოვს 2008 წლის ომი, მაშინაც პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს აფხაზეთის ომი არ მახსოვს, მაგრამ ძალიან ბევრი ისტორია მაქვს მოყოლილი, აქვს ჩემთვის მოყოლილი. ძალიან კარგი ციკლი არის დაწყებული სხვათა შორის აფხაზეთზე, თუ ვისაც ვინმეს თუ აინტერესებს შეუძლია რომ მოისმინონ ეს ისტორია. ძალიან ბევრი საშინელებები გააკეთა რუსებმა ბუჩა იყო მოგონება. ხო, საქართველოს ბუჩაში არაფერი არ მომხდარა ისეთი კატასტროფა, რაც საქართველოში დაატრიალეს და ამის გამო ბოდიში გაქვს მოსახდელი. რა თქმა უნდა ეს სისულელეა, ბოდიშს არავინ არ მოიხდის. კი, ხა როდესაც ომი მიმდინარეობს, ომში რაღაცა ხდება ძალთა დაპირისპირება, ხო? და შეიძლება ვიღაცამ რიგითმა აფხაზმა თქვას, რომ რაღაცა ქართველი ცუდად მომექცა ან რაღაც. მე ბევრი აფხაზისგანაც მომისმენი, რაღაც პროექტებში ვიყავი ჩართული, სადაც აფხაზებთან მქონდა ხოლმე უშუალო, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია და ხო იმათაც აქვს საკუთარი ისტორიები. მაგრამ ისინიც არ დარწმუნებული ვარ ბევრი არც აფხაზი არ თulis იმას რომ ქართველებს ბოდიში აქვს მოსახდელი, იმიტომ რომ აქ არ არის აფხაზეთის საქართველოს დაპირისპირება. ეს იყო მთავარი რუსეთის, რომელსაც უნდა საქართველოს დაყოფა და დღემდე მაგის დაყვანა ეს ზუსტად ბიძინა ივანიშვილმა სცადა ეგ ხო? ან პირდაპირ კი ერთხა რომ ჩვენ რუსებთან გვაქვს ბოდიში მოსახდელი, ჩვენ ძმებთან გვაქვს ბოდიში მოსახდელი, ანუ გააკეთა პირდაპირ პუტინის საქმე, რომ კონფლიქტი დაიყვანა, არა ქართველებს და რუსებს შორის არსებულ კონფლიქტამდე, რაც რეალურად არის. დაიყვანა უფრო მცირე ეთნიკურ ჯგუფებზე, ამათთან გვაქვს ბოდიში მოსახდელი და არა ჩვენ ომს როცა ვაწარმოებთ სიტყვაზე ჩრდილოეთ კავკასიაში ვიღაცასთან და იმათთან რამეს წავართ მე ვინმეს დავუზარალებ ანაკეთკენ რაღაც მსხვერპლი იქნება, კი ბატონო ვუხადოთ ბოდიშები ერთმანეთს, მაგრამ ჩემს საკუთარ ტერიტორიაზე, ჩემს საკუთარ მიწაზე, როდესაც მე თვითონ ვარ დევნილი, როდესაც არ ვიცი 10,000 ადამიანი დაღუპული არის, ნაწამები არის, როდესაც მინიმუმ გიორგი ანწუხელიძე გყავს, რომელმაც არ დააბიჯა დროშას. ფეხი როგორ შეიძლება ვინმე გთხოვდეს ბოდიშის მოხდას და პლუს ესე დაპატარავებას ამ ომისა, რომ რავი აღიარა რა ფაქტობრივად სამაჩაბლო და აფხაზეთი აგერ სამყაროს ნაწილი. მაგრამ ვფიქრობ, რომ არ გამოვიდა ის რაღაც. ძალიან მიხარია თუ არ გამოვიდა და დარწმუნებული ვარ, რომ ბოდიში არ იქნება. ხო, არც მოუხდია ვფიქრობ არავის. და ვფიქრობ, რომ ეხა ქართველები ისეთი ხალხი ვართ, რომ გვიყვარს რა ჩვენი მიწა. ღირსეული. კი, ღირსეული ხალხი ვართ ძალიან. არ მგონია რომ მტერს არასოდეს არ უხდიან ბოდის ქართველები. ცხრაძმა ხერხეულიძის ერი, სადაც ხმალი დედას შეუძლია რომ აიღოს, ბოდიშს არ მოიხდის, როდესაც არის მართალი და ტყუანს ალბათ ყველა შეუძლია, მით უმეტეს ქრისტიანობიდან გამომდინარე. უნდა შეეძლოს უფრო სწორად და ვინმე თუ ბოდიში უნდა მოიხადოს, არის რუსეთი და უნდა მოახდინოს დეოკუპაცია საბოდიშოდ, მეტი ბოდიში მათგან არ მიიღება ჩემი აზრით. კარგი, რა შეხედავ გამოსავალს და დავასრულოთ ამით ჩვენი დღევანდელი. გამოსავალს ისე ხედავ, როგორც ვახსენე, ქრისტიანობის რელიგიის და იდეოლოგიის ყოფადობაში, რასაც ჩვენ ყოველდღურად ვაკეთებთ რა. ეს სიმამაცე, რასაც საქართველოს დიდი ნაწილი აკეთებს ყოველდღიურად პროტესტში ჩაბმისა, ეს არის მე ჩემი გადმოსახედიდან ვამბობ ქრისტიანული სიმამაცე, იმიტომ რომ კი სასწორკვეთილება იქნება, მაგრამ აი როდესაც სასწორკვეთილებას და შიშ სიმამაცე აჯობებს, უკვე არის ქრისტიანული ქმედება რა. მაგალითად გავიხსენოთ, როდესაც გეცემანის ბაღში ქრისტე ელოდება, რომ რომაელები მივლენ და მას შეიპყრობენ, ქრისტე შეშინებულია და ლოცულობს, რომ თუ გააქვს ამის შესაძლებლობა, ღმერთსეუნება, რომ ამარიდი ამ გასაცდელს. მაგრამ როდესაც მოდიან უკვე რომაელები, როდესაც შეიპყრობენ ქრისტეს და იწყება მისი წამება, უკვე მიდის ის სიმამაცით და ეგებება მის ღმერთთან შეხვედრას, ან მამასთან გაერთიანებას და სწორედ ეს არის რა, რომ ჩვენ კი გვექნება შიში, გვექნება სასწორკვეთილება, მაგრამ აი ამას
ვჯობნით. აი მაგალითად, მინდა გავიხსენოთ, ძალიან ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ 26 ოქტომბრამდე, რომ თუ ესე გაგრძელდა, მე წავალ ქვეყნიდან, მაგრამ ის ადამიანები დღეს წინახაზე დგანან. ეს არის საკუთარი თავზე გამარჯვების ქრისტიანული მაგალითი. ჩვენ ვართ წმინდა ევროპული ქრისტიანული ქვეყანა და ხო ეს ქრისტიანული მხარე არის ჩვენს მხარეს. ეს მე მინდა ამით მიმართო იმ ადამიანებს, რაც გონიათ, რომ ჩვენ ვებრძვით ქრისტიანობას. არა, როდესაც აი მაგალითად რამდენიმე დღის წინ აკრძალეს ფონდები, ხო? ფონდების აკრძალვა ნიშნავდა სიკეთის ქმნადობის ჩახშობას. ძალიან არაქრისტიანული. ხო, ეს არის პირდაპირ არაქრისტიანული ქმედება, როდესაც, რა ვიცი, ქრისტე ეხმარებოდა უპოვრებს და ასე ვთქვათ, ეხმარებოდა მათ მისი, ასე ვთქვათ, სიკეთეების გამოვლინაში, რაღაც მისულიყო და აიკრძალა როგორც ქნეს, ამ მთავარი ქრისტეს, ასე ვთქვათ, დასჯის და შეპყრობის მთავარი მოტივი ის იყო, რომ მისი სიკეთის გაეჩერებინათ. სიკეთის კეთება შეეჩერებინათ, რაც ისინი ვერ აკეთებდნენ და ქრისტე აკეთებდა. ხო, ეს რაღაცა საკეთებენ დღესაც, რომ არ შეუძლიათ სიკეთის რეალობა დანახვა და ეს სიკეთის აკრძალვა ნიშნავს ქრისტიანობის აკრძალვას. ეს არის ძალიან მარტივი. რაც გაუკეთებია რუსეთს საქართველოში. ქრისტიანობას ჩვენ არ ვებრძვით პირიქით. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ირაკლი დგებუაძისნაირი კაცების ადგილი არ არის. კაცი, რომელსაც ქალის სილაზე ქვითინი შეუძლია, ეს არ არის ქართველი კაცი და ეს არ არის ქართველობის მაგალითი. მით უმეტეს იმ სილის, რომელიც დამსახურებულად მიიღო და ძალიან ცოტა იყო. ზომაში თუ მკითხავთ, საქართველო გაიმარჯვებს და საქართველო იქნება ცივილიზებული და თავისუფალი სამყაროს ნაწილი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში. ეს არის შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ერთად.